სხვათა შორის წინა დღეს ხო გავიგეთ რომ ომი დაიწყო გახსნის დღეს თან ოლიმპიადის გახსნის ჯერ ხო შოკში ვიყავი ვიცოდი რომ ჩემი მეუღლე ჯერ აფხაზეთში დაჭრილი დაფლეთილი და ძლივს გადარჩენილია აქაც არ გაჩერდება მეთქი და იქ იყო დარწმუნებული ვარ იმალავდნენ მაგრამ კავშირიც არ იყო არანაირი არც ატელეფონო არაფერი მე იმ წუთში წამოსვლა მინდოდა ჩემი შვილები გზაში იყვნენ ინგლისიდან ბრუნდებოდნენ და არ გამოუშვა ინგლისმა დაიტოვა სანამ ომი იყო მე აზერბაიჯანში ჩამოიყვანეს და იქ აზერბაიჯანელებმა გააჩერეს და არ მოუარეს მთელ გუნდს მთელ ჯგუფს მარტო ჩემ შვილებს კი არა და მე ავტობუსით გამოუშვეს და საზღვარზე რომ გაარბის ეს ამდენი ხალხი იქით ჩემი შვილები აქეთ შემოდიან ხოდა სად მიდიხარ ჩვენ იქ აი უბრალოდ ოღონდ სახში ყოფილიყვნენ რა ეს შეგრძნება მქონდა ხო და აი მეთქი აქედან რითი დავეხმარო ეხლა რითი დავეხმარო ჩემ ქვეყანას მეთქი არა და დილის 6 საათზე ვდგებოდი ჩვენ ადრე გვეწყება შეჯიბრებები და მარტო იმით რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე კარგად როგორც შევძლებ და წარმოიდგინეთ რომ გამოაცხადეს იქ ბრინჯაოს медаლი აიღო საქართველოს წარმომადგენელმა აი მაგ დროს რო იფეთქა ემოციამ ეს კი არ იყო სიხარულზე მე იქ ვიყავი აქ ვიყავი უბრალოდ საქართველოში რა ხო და ყველას ეგონა სიხარულის გულის მიზღებში არ მიტირია და არც სხვა რამით მე ჩემი ქვეყნის ბედი უფრო მატირებს და მაცინებს და მახარებს